$99-3-ის წინააღმდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუცია ადგენს არაერთ კრიტერიუმს, რომელთა შესრულება არის წინაპირობა ქართული ოცნების დელეგაციის რწმუნებათა სიგელის ცნობისთვის. შესაბამისად, ძალაში რჩება წინა სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება რწმუნებათა სიგელების პირობებით ცნობასთან დაკავშირებით. ასამბლეამ ასევე მხარი დაუჭირა რეზოლუციის რამდენიმე შესწორებას. მათ შორის ერთ-ერთი შესწორებაში წერია, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. კენჭისყრამდე სტრასბურგში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. არ დაუმსახურებია საქართველოს ესეთი დამოუკიდებულება თუ არა გარკვეული პოლიტიკური მიზანი, რაც არაერთხელ გამოხატეს მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეხედულობაში ჩამოვიდნენ საქართველოში და ღიად დაუფარავად მოუწოდებდნენ ახალგაზრდებს პროცესების რადიკალიზაციისაკენ. კი ბალანსი იქნება დაცული ჩვენ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება ვიმსჯელოთ კიდევაც, მაგრამ ხედავთ უსამართლობის რაღაც მწვერვალს და იქნებოდა აბსოლუტურად გაუგებარი, უკვე ძალიან ზედმეტი იქნებოდა, რომ დელეგაციისათვის შეეჩერებინათ უფლებამოსილება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთ პირობებში, როცა ადამიანები გეპყრობიან, ასეთი კონკრეტული გააფთრებულად გიტევენ და კონკრეტული მიზნისაკენ მიდის მათი ქმედებები, რასაკვირველია, ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ასამბლეა გმობს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამასთან ასამბლეა შეშფოთებულია საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პირებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების გამო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ედიტ ესტრელა მწუხარებას გამოთქვამს, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოში პროგრესი არ მიღწეულა და საპირისპიროდ დემოკრატიული უკუსვა გაგრძელდა. მისი განმარტებით, ნაბიჯები არ გადადგმულა, რათა შესრულებულიყო ასამბლეის მოწოდებები. ჩვენ ღრმად ვწუხართ, რომ ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით პროგრესი არ მიღწეულა და ნაბიჯები არ გადადგმულა, რათა შესრულებულიყო ასამბლეის მოწოდებები და უყოვნებლივ დაწყებულიყო ინკლუზიური პროცესი, დიალოგი ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური აქტორების ჩართულობით, რათა შექმნილიყო საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალ ჭეშმარიტ და დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენ რეზოლუციაში აღვნიშნეთ საარჩევნო კანონმდებლობაში რამდენიმე შესწორება, რომლებიც ამ გარემოს კიდევ უფრო ნაკლებად ხელსაყრელს ხდის დემოკრატიული არჩევნებისთვის და ინტერაქციისთვის, განაცხადა ედიტ ესტრელამ. რა თქმა უნდა, არ მომწონს თუ ომის დამნაშავეების მეგობრები ხართ, მაგრამ თუ გსურთ პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლიათ იყოთ, მაგრამ ის რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, არის ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა. ასე მიმართა გერმანელმა დეპუტატმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის ლიდერმა ფრანკ შვაბემ საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გზიდან გადაუხვია. არსებობდა გარკვეული იმედი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით და შემიძლია განვაცხადო, როგორც სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის ლიდერმა. ისინი იყვნენ ჩვენი ჯგუფის წევრები, რომ ცდილობდით გვემუშავა ერთად დიალოგის გზით სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. ევროპის საბჭოს წევრობა არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ვალდებულება და ეს ეხება გეოპოლიტიკას. ქართული ოცნების ზოგიერთი წევრი მეუბნებოდა, თქვენ გსურთ გადაწყვიტოთ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. რა თქმა უნდა, არ მომწონს თუ ომის დამნაშავეების მეგობრები ხართ, მაგრამ თუ გსურთ პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლია იყოთ, მაგრამ ის რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, არის ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა. თუ თქვენ შეცვლით თქვენს ქვეყანას პუტინის რუსეთის მსგავსი მოდელის მიხედვით, მაშინ ჩვენ ერთად პრობლემები გვექნება და ეს არის აღწერილი ამ ანგარიშში, განაცხადა ფრანკ შვაბემ.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში 4 პირი დაასანქცირა. ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული. მათი განმარტებით სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას. როინ შავაძის მკვლელობის საქმე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დღეს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაული განიხილეს. დანაშაულის დეტალები კომისიის ხდომაზე მოკლული სერჟანტის მეუღლემ ციცინო შავაძემ გაიხსენა. კუდის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს ქობულეთის გზაზე მოკლეს. სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სამართლომ როინ შავაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტი დაადგინა. შემორბის კლიენტი ძალიან აღელვებული ციცოთ რომა აიყვანეს. დავეძებდით ყველგან ქუჩიდან ჩვენი უბნის ინსპექტორებმა და ეგენმა დაიძახენ რომ რომა რამინაციაში ყავდათ. რესპუბლიკურ სავაყყოფოში რომ მივედით იქ უკვე ფორმიანიც და უფორმოც 100 კაცი დაგვხვდა და გვითხრეს რომ ის პროჟექტურაშია და გარდაცვალებულია უკვე. უბედურება ამით კიდე არ დამთავრებულა. მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო რაღაც ისეთი ქონდათ გაკეთებული რომ სასწაულის სული ქონდა და პირდაპირ გვეუბნებოდნენ რომ არ გვეტირა ხმა რა მოგვეღო, მთელ ქუჩა იყო, იდგნენ ფორმიანები, ხალხი ვინც კი მოდიოდა ზოგს აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ რომ ახლოს არ გავყარებოდნენ, თუ უნდათ რომ მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინა. თქვენ მარტო აღმოჩნდით მიცვალებულთან? ტელევიზია რო შემოვიდა რომ მოვიხედე ხო მიცვალებულთან არავინ არ იყო, მარტო მე ვიყავი. ხალხმა დატოვა ტერიტორია რომ არ ენახა არავის. საშიში იყო და გაიქცნენ. კი, ჩვენ კიდე იძულებული გავხდით მესამე დღეს მიცვალებული სირბილით გაგვეყონეს სახლიდან. დონალდ ტრამპმა მსოფლიო ქვეყნების უმეტესობისთვის დაწესებული ახალი ტარიფების ამოქმედება 90 დღით შეაჩერა. განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამ დროის განმავლობაში თითქმის ყველასთვის 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს, თუმცა ეს არ ეხება ჩინეთს. უფრო მეტიც პეკინისთვის გამოცხადებული 104%-იანი ტარიფი გაიზარდა და 125-ით შეიცვალა. ტრამპის ახალი გადაწყვეტილება მისივე განცხადებით უკვე ძალაშია. დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა 90 დღის განმავლობაში ზუსტად რომელი ქვეყნისთვის იმოქმედებს შემცირებული ტარიფები. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საუბარია იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და რომლებიც არანაირი ფორმით არ გამოდიან შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ტრამპის გადაწყვეტილებას ამერიკულ ბირჟებზე უმსხვილესი კომპანიების აქციების ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. ევროკომისიის პრეზიდენტი ტარიფების ამოქმედების დაპაუზების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გლობალური ეკონომიკის სტაბილურობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ამასთან ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაშინგტონს ტარიფების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება კიდევ ერთხელ შესთავაზა. ევროკავშირი ამერიკას ურთიერთნულოვანი ტარიფის დაწესებას თავაზობს, თუმცა ეს იდეა დონალდ ტრამპმა 2 დღის წინ უარყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სომხურმა საჯარისო შენაერთებმა თოვუზგალის რაიონის მიუსუს ქედის დასახლებული პუნქტიდან აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის საჯარისო შენაერთებმა გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ადეკვატურ ზომებს მიმართეს, აღნიშნეს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში. ცალკე განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ, სადაც აზერბაიჯანი დეზინფორმაციის გავრცელებაშია დადანაშაულებული. ცნობისთვის აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხური მხარე ცეცხლის გახსნაში გუშინაც დაადანაშაულა.
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციებმა თურქეთის ქალაქ სტამბულში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გამართეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები თითქმის 6 საათი გრძელდებოდა. მხარეებმა რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს. რუსულ მხარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლად დანიშნული ელჩი ალექსანდრე დარჩიევი, ხოლო ამერიკულ მხარეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სონატა კოულტერი წარმოადგენდა. ცნობისთვის რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებმა პირველი შეხვედრა სტამბულში 27 თებერვალს გამართეს. შეხვედრა 6 საათი გრძელდებოდა.